ზაფხულის არდადეგები, დასვენება, გადვირთვა და აქტივობები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ბავშვებისთვის არის რეკომენდებული. თემაზე სასაუბროთ ჩემი გვერდთან ბავშვთა ნევროლოგი თამარ ევდივერიძე. ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ისეთი აქტუალური თემა არის და შეიძლება ითქვას მტკივნეულიც მშობლებისთვის, იმიტომ რომ არდადეგების პერიოდი დაახლოებით 3 თვე გრძელდება. მშობლებს არ გვაქვს სამწუხაროდ მაგ პერიოდის განმავლობაში შვებულება სრულად და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ხოლმე ბავშვებისთვის შესაბამისი აქტივობების სწორად დაგეგმა, მით უმეტეს, როდესაც არსებობს დღესდღეობით 21 საუკუნეში სხვა ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა მიმართაც ბავშვებს აქვთ გარკვეული მიჯაჭვულობა და აი სწორად როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოვაგვაროთ და როგორ შევუქმნათ ბავშვებს სათანადო პირობები იმისთვის, რომ ჯანსაღად დაისვენონ, აი სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად აქტუალური და მტკივნეული თემაა და წლიდან წლამდე გამოცდილების მიუხედავად ახალ-ახალი კითხვები ყოველთვის მოდის ხოლმე, თუმცა ერთის მხრივ პასუხები საკმაოდ პირველ ეტაპზე საკმაოდ სტანდარტულია ხოლმე, ვერაფრით ვერ ვიქნებით ორიგინალური. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია მთელი წლის განმავლობაში და ზაფხული იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ. ამიტომ პირველი ორიენტირი, ასე ვთქვათ, და პირველი პუნქტი ამ ჩამონათვალში ყოველთვის არის ბევრი ფიზიკური აქტივობა. ამაში მოიაზრება როგორც მსხვილი მოტორული უნარები, ასე ვთქვათ, სირბილი, კოტრიალი, უბრალოდ ფეხით სიარული, ლაშქრობები მაგალითად და ასე შემდეგ, ასევე ნატიფი მოტორული, ანუ ხელსაქმე, ხელგარჯილობა და ასე შემდეგ, ვინაიდან ბევრჯერ გვითქვია, რომ თავის ტვინში ძალიან დიდი ადგილი უკავია მოტორულ აქტივობებზე პასუხისმგებელ უბნებს, შესაბამისად, მათი სტიმულაცია ყოველთვის არის ტვინის ნორმალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არა უბრალოდ სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვანი, რასაც ქვია. ამასთან ერთად პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შემეცნებითი აქტივობების დაწყვილება, ასე ვთქვათ, ხო, შემეცნებითი, ანუ კოგნიტური უნარების განვითარება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მთელი წლის მანძილზე, მაგრამ ზაფხული იძლევა ამის დამატებით საშუალებას, ეს არის სოციალიზაცია. ბავშვების დამატებითი სოციალიზაცია, ახალი კონტაქტები, ახალი ნაცნობების შეძენა, თუნდაც ისინი დროებით იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში და ყველას გქონია ხო ესეთი გამოცდილება კურორტზე გაცნობილი ადამიანები, რომელიც შეიძლება მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვეღარ ვცნახოთ ან საერთოდ ვეღარ ვნახოთ, მაგრამ ადრეულ ასაკში, ბავშვობის ასაკში და წესით ყოველ ნებისმიერ ასაკშიც თვითონ პროცესით, სოციალიზაციის პროცესი, ახალი ურთიერთობების დამყარება, ახალი კონტაქტების დამყარება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და ზაფხული იძლევა ამის განვითარების და გავარჯიშების საშუალებას. საერთოდ სამთვიანი საზაფხულო არდადეგები რამდენად მიზანში შეწონილად მიგაჩნიათ, ესეც მაინტერესებს. იმიტომ რომ არის აზრი ბოლო დროს გამოითქვა, რომ ეს ცოტა დიდი დრო არის და დიდი პერიოდია დასვენებისთვის. სულაც არ არის დიდი და მოდი შევთანხმდეთ, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, უფრო ხანგრძლივია ესეთი სამთვიანი, პრაქტიკულად სამთვიანი არდადეგები რეალურად აქვს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, როდესაც ისედაც შეზღუდულია, ხო? დიდხანს ისინი აკადემიურ გარემოში ისედაც ვერ ატარებენ და მათთვის ვალდებულებებით და მოვალეობებით დატვირთული აკადემიური გარემო ისედაც ნელ-ნელა უნდა განვითარდეს, ასე რომ მათ სჭირდებათ დიდი ტაიმაუტი პირიქით. ნახეთ, ზაფხულს და არდადეგებს ნუ შევხედავთ როგორც პასიურ მდგომარეობას, ხო? ეს არის იდეალური პერიოდი უკვე დასწავლილი უნარების განზოგადების, გავარჯიშების და განზოგადების ზედმეტი წნეხის, ზედმეტი ვალდებულებების გარეშე და სწორედ ის, რომ ის რაც ჩვენ მაგალითად საკლასო ოთახში დავისწავლეთ, ის რაც მაგალითად რუტინულად ჩვენ საცხოვრებელში, ოჯახურ გარემოში დავისწავლეთ, არდადეგები იძლევა ახალი, ანუ მოგზაურობის, აგარაკზე წასვლის, კურორტზე წასვლის საშუალებას, ან უბრალოდ სტუმრად, მეტი სტუმრად და უშუალოდ სიარულის საშუალებას, როდესაც უკვე არსებული უნარების განზოგადებაც ხდება. ანუ ჩვენ არა მხოლოდ ახლის შეძენაზე ვართ ორიენტირებული, არამედ ის რაც უკვე ვისწავლეთ, გამოვცადოთ და განვავითაროთ ახალ გარემოში, ხო? თორე ფიზიკური აქტივობა შეიძლება ბევრი შემოგვედაოს, არაკლიათ ბავშვებს შეიძლება ყოველწლიურად მაგალითად დადის უამრავ სპორტულ სექციაზე, ხო? სკოლაში დაუშვათ, ან არის ესეთი ფუფუნება, რომ ეზოშიც რეგულარულად ატარებენ დროს, მაგრამ სწორედ ის რაც ეზოში გატარებული დრო, ის ეხლა უკვე სხვა სტადიონზე, სხვა
საგარემოში, სხვა ეზოში, სხვა კლიმატურ პირობებში დავტესტეთ და განვავითარეთ ეს ყველაფერი. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ესეთი ტაიმაუტი ვალდებულებებიდან უფრო მეტია და რაც შეეხება რაც უფრო მოზრდილია ბავშვი, მოდი შევთანხმდეთ, რომ იმას არც აქვს სამთვიანი არდადეგების ფუფუნება და ეს უკვე ჩამოდის ორ თვეზე და ხანდახან ერთ თვეზეც, ხანდახან ერთ თვეზეც, იმიტომ რომ ვინც აბიტურიენტია შეიძლება საერთოდ ვერ დაისვენოს. იმან საერთოდ შეიძლება ვერ დაისვენოს, ასე რომ ჩვენი ასაკის მატებასთან ერთად ვალდებულებები იმატებს, თუმცა ჩვენი მზაობაც ამ ვალდებულებების მიმართ იმატებს და ზრდასრულებზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, სად არის ახლა ეს ფუფუნება, რომ სიტყვაზე ვინმეს ორთვიანი და სამთვიანი არდადეგები ქონდეს, ხო? სამსახურებრივიდან გამომდინარე. ერთი კითხვა კიდე დავუშვათ, როცა ჩვენ საუბრობ დაწყებითი ან შემდგომ მოზრდის შემთხვევაში ამ არდადეგების დროს თუ არის საჭირო მშობლების და ოჯახის მხრიდან, პერიოდულად შეახსენოს სწავლა, დაუშვათ დავალებები, საკითხავები, ან პირიქით საერთოდ მოწყვიტოს და საერთოდ დაავიწყოს. აი ეს აქ ზღვარი სად უნდა გავალოთ, იმიტომ რომ მე როგორც წესი უცებ გადაწყობა ისევ სკოლაზე და მეცადინეობაზე ყველას გამოგვიწყდება. ძალიან წარედ მახსენდება, რომ ამეცადინებდნენ ხოლმე დაწყებით კლასებში არდადეგებს. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვაა და ესეთი აქტუალური ამ თვალსაზრისით. ნახეთ, ჩვენ ხო სულ უკიდურესობების ესე ვართ, რა ქვია, საზოგადოება ზოგადად, ან არის კატეგორია ოჯახების, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს, რომ იგივე წიგნებით, იგივე აქტივობებით უკვე არსებული გავიმეოროთ, ან კიდე დამატებით, ანუ მომავალ წელს რაც უნდა ისწავლოს, წინასწარ ვშოულობთ იმ წიგნებს, რითიც მაგალითად წინ წაგდებული საქმე და წინასწარ ზაფხულში ვიწყებთ ლამის მთელი სასწავლო პროგრამის მეცადინეობას და გავარჯიშებას. ნახეთ, და მეორე უკიდურესობა დაუშვათ ოჯახების, რომელიც კატეგორიულად მიიჩნევს, რომ არანაირი შემეცნებითი აქტივობა, არანაირი მეცადინეობის ტიპის აქტივობა. მოდი შევთანხმდეთ ესე. შემეცნებითი უნარების ტრენირება საჭიროა, უკვე დასწავლილი უნარების გავარჯიშება, გახსენება საჭიროა, ოღონდ უნდა შევცვალოთ ფორმა. აი ზუსტად აქ არის საუბარი იმ განზოგადებაზე, ანუ ჩვენ კითხვას კი არ ვუკრძალავთ, მაგრამ არ არის საჭირო ისევ სასწავლო წიგნების, იმიტომ რომ მასთან ემოციურად ყოველთვის პოზიტიური ემოციები შეიძლება არ კონდეს ბავშვს გამოყოლილი. იმისთვის რომ არ გავაფუჭოთ ზაფხულის ემოცია, მაგალითად ძველი შენიშვნების გახსენებით, ძველი და უშუალოდ იძულების კომპონენტის გახსენებით, ვიკითხოთ, ოღონდ ვიკითხოთ კლასგარეშე ლიტერატურა, ხო, უამრავი ზღაპარი არსებობს, იგავარაკი არსებობს, სათავგადასავლო ლიტერატურა არსებობს, ხო? ვიკითხოთ, მაგრამ განსხვავებული ლიტერატურა ვიკითხოთ. იგივე მათემატიკური უნარები, ანგარიშის უნარები, თავისუფლად შეიძლება რაღაცა ყოველდღიური სახალისო მათემატიკის და სახალისო თავსატეხები არსებობს უამრავი, რომელიც შეიძლება მოვიძიოთ, ისე რომ ანგარიშის უნარები, მაგალითად ვიღაცას გამრავლების ტაბულა და ასე შემდეგ და აი გამოცანების და ამოცანების ამოხსნის სტილის აქტივობები თავისუფლად შეიძლება ოღონდ არა მათემატიკის წიგნიდან მაგალითად და არა აკადემიური სახელმძღვანელოდან. ცოტა მეტი ფანტაზია ჭირდება ამას მშობლების მხრიდან და რა თქმა უნდა მომზადება ჩვენი მხრიდან, მაგრამ ეს შესაძლებელია. ანუ უარს არ ვამბობთ ბჭყალებში მეცადინეობაზე, ოღონდ ვცვლით ფორმას, ვცვლით ემოციურ გარემოს და ზრდასრულებით ვერთვებით ამ პროცესში თანასწორ პარტნიორებად, ასე ვთქვათ, შესაბამისად ყველასთვის ახალისოა და ეს ფორმას რომ ცოტა შეუცვლის ემოციაც იქ უფრო გაცილებით სხვანაირი მოდის. მაშინ როდესაც უნარის განზოგადება და განმტკიცება სწორედ ასე უკეთესად ხდება, ვიდრე მაგალითად ერთი და იგივე უნარი მხოლოდ ერთი ფორმით ვავარჯიშოთ ამ სიტუაციაში, ხო? და ზუსტად ის, რომ რაღაც რა ვისწავლეთ, მაგალითად სხვა თანატოლს, რომელიც ეხლა ხანს გავიცანით, გავუზიაროთ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, ეს არის ემოციის გაზიარებაც და ეს არის ცოდნის გაზიარებაც ამ შემთხვევაში. დიახ, ქალბატონ თამარ, აი თქვენ რაზეც საუბრობთ და რა თემასაც შეეხეთ, აი ყველაფერი ისე რომ შესრულდეს, ეს მოითხოვს მშობლების ძალიან დიდი დოზით ჩართულობას. იმ პერიოდში, როდესაც თქვა ბავშვს არდადეგები აქვს, დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ მშობელი მუშაობს ერთიც და მეორეც, დედაც და მამაც და აი ცოტა ჭირს ხოლმე, აი ესეთი დიდი დოზით ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, ასე დაგეგმა ყველა აქტივობის და რჩება ხოლმე ბავშვი აი ამ ელექტრონულ მოწყობილობასთან პირისპირ, რომელთანაც გარკვეული მიჯაჭვულობა უყალიბდება. აი ამ პრობლემას რითი ვუშველოთ, თქვა, რომ აი ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო, რომ ბავშვს ესე დავუგეგმოთ ყველანაირი აქტივობა, არც ყველა ოჯახს იმის საშუალება არ აქვს, რომ სამთვის განმავლობაში აგარაკზე გაუშვას ბავშვი, ხო?
ნამდვილად არ აქვს. ნუ აი აქედან გამომდინარე ეს ცოტა პრობლემატური საკითხია აი ამ თვალსაზრისით, თორემ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იდეალურია და ძალიან კარგია. გეთანხმებით. ერთის მხრივ ამ სირთულეებს ყველანი ვაღიარებთ, იმიტომ რომ არასოდეს არ არის და არც ადრე იყო და ეხლაც არ არის ესე უნივერსალურად ამის შესაძლებლობა. მეორეს მხრივ რაც უფრო პატარაა ბავშვი, რაც უფრო ადრეული ასაკია, ნახეთ, ეკრანებთან მიმართებაში იმაზე მეტი, ანუ სათქმელი არ იცვლება. რეალურად რაც უფრო პატარაა ბავშვი, მას თვითონ მოსთხოვო ეკრან დამოკიდებულების გადალახვა არის ძალიან ძნელი. მე ხშირად მithქვია ხოლმე, ეს არის როგორც რკინა და მაგნიტი ერთმანეთთან ურთიერთობა და როგორც ჩვენ რკინას ვერ წავუკითხავთ მორალს და ვერ დავამუნათებთ, რომ ის მაგნიტს რატო ეწებება, ზუსტად ესეთი დამოკიდებულება ადრეული ასაკის ბავშვებთან. მათთან უბრალოდ უნდა იყოს ფიზიკური ბარიერი. პატარა ბავშვს არ უნდა 2 წლამდე თქვათ თუ აი რა ასაკამდე საერთოდ არ განიხილება, 2 წლამდე საერთოდ არ განიხილება, მაგრამ მე ამ წუთში ვსაუბრობ აი არდადეგები სადაც მოიაზრება, ხო? უკვე წინასა სკოლის ასაკი, დაუშვათ დაწყებითი ასაკის მოსწავლეებთან მიმართებაში იქ უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლი. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აი დაუშვათ შეზღუდული დროც მაგალითად 1 საათი რაც აქვთ გაჯეტებთან, მაშინაც კი მშობელთან ერთად უნდა იყოს, ანუ თუ მშობელს არ სცალია, ბავშვს წესით წვდომა არ უნდა კონდეს გაჯეტთან, ხო? გავთიშეთ Wi-Fi მაგალითად რა ვიცი რაღაც კონსოლში ბარიერი უნდა იყოს, აი ფიზიკური ბარიერი უნდა იყოს. მოზარდებთან ამ ფიზიკური ბარიერის დაწესება უკვე ძნელია და ჩვენ მანამდე უნდა გქონდეს წესით ეს მუშაობა ჩატარებული, რომ მას მრავალმხრივი ინტერესები ქონდეს და ეს ყველაფერი ეს გართობა მარტო გაჯეტით არ მიიღწეოდეს. თუმცა მეორეს მხრივ თუ ცოტა კონტროლი მოვადუნეთ ამ მიმართულებითაც, კიდევ ვიმეორებ, ეს იმდენად დიდი მიჯაჭვულობაა და ეს პირდაპირ ქიმიური პროცესია, ფიზიოლოგიური პროცესია ჩვენი და გაჯეტის ურთიერთობა ძალიან ძნელია ბავშვი დაამუნათო, რომ მან თვითონ ვერ აკონტროლა ეს მდგომარეობა. აი ამ დროს ანა იმ შობლის კონტროლის დაწესება მაგალითად გაჯეტებზე, ხო, იგივე Wi-Fi-სთან წვდომა შეზღუდულად სიტყვაზე რაღაც ერთი დრო რომლის მერეც ავტომატურად ითიშება სიტყვაზე ეს, ხო? ან ნახეთ, რაც უფრო თუ მარტოა ბავშვი სახლში, იქ არ ვიცი, რა ვიცი, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია მხოლოდ ბავშვზე თუა დამოკიდებული და მის შეგნებაზე და მის პასუხისმგებლობის უნარზე და მის აი ამ თვითფლობის უნარზე, რომ მან გაჯეტი არ აიღოს ხელში და მაინც ძერწოს და ხატოს სიტყვაზე, როდესაც მოზარდზეა საუბარი, ეს ცოტა ილუზია იქნება, იმიტომ რომ ის იმდენად მიმზიდველია. მაგრამ თუ ვინმე ზრდასრული მოიაზრება გვერდით, ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ზრდასრული, რომელიც გვერდით არის, ყარაულის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს, ის უნდა იყოს პარტნიორი. პარტნიორი უნდა იყოს ბავშვთან ნებისმიერ ურთიერთობაში, ამიტომ ჩვენი ფანტაზია უნდა განვავითაროთ იმ მიმართულებით, რა ერთობლივი აქტივობა შეიძლება შევთავაზოთ. ქალაქის პირობებში, ჩაკეტილი სივრცის ოთახის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს ძნელია, ამიტომ იქ მსხვილი მოტორული აქტივობები ძნელად გამოდის და უფრო ხელსაქმეზე და ხელგარჯილობაზე გადავდივართ, რაღაც ხელით საკეთებელი საქმე და ურთიერთობის საქმე. თუ გვაქვს ღია სივრცე, თუ გვაქვს სოფელი, თუ გვაქვს აგარაკი, სადაც არის ეზო, იქ უფრო მეტი გასახანია და ფანტაზიასაც მეტი ის აქვს, ან უბრალოდ სეირნობა, აი რაღაცა მოვიარეთ, დავლაშქრეთ ახლო-მახლო სიტუაცია და იგივე გაჯეტი, ნახეთ, გამოვიყენეთ ინფორმაციის მოსაპოვებლად, არა მაგალითად კომპიუტერული თამაშისთვის, ან ქსელური თამაშისთვის, ინფორმაციის მოსაპოვებლად იმ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მაგალითად რაღაც ისტორიულ ფაქტებზე, შემდეგ ამაზე ვიმსჯელეთ, ასე ვთქვათ, პარტნიორული ურთიერთობები ყოველთვის გააზავებს ხოლმე გაჯეტიდან მიღებულ დაუშვათ მავნე გავლენას. და თუ მაინც და მაინც აი ეს დაუშვათ რაღაცა შეზღუდული დრო, თუნდაც ის ქსელური თამაშებია, მაშინაც კი ვურჩევთ, რომ რამდენადაც არის ამის საშუალება, გამოვიყენოთ იმაში, რომ იგივე ქსელური თამაშები თუ გაჯეტებთან თამაშები იყოს ერთობლივი. ანუ არა მობილურში შეიძლება გარკვეულწილად. შემეცნებითი, არა მაგალითად მობილურში თამაში, არამედ მაგალითად დიდ ეკრანზე, რა ვიცი, სხვადასხვა ერთად ვთამაშობთ, ანუ მე და ჩემი შვილი, მე და ჩემი ძმისშვილი დაუშვათ ორი მეგობარი ერთად და ზრდასრული მათთან ერთად, რაც უფრო ბევრი რეალური პარტნიორი ყავს თამაში გვერდით, რომელთანაც არის ვიზუალური კონტაქტი, ხმით და ასე შემდეგ, ანუ კომენტარები და რეპლიკები, ეს უფრო განაზავებს ეკრანიდან მიღებულ დაუშვათ მავნე გავლენას. ამიტომ მინიმუმ ეს გამოსავალი შეიძლება ვეძებოთ თუ სხვა ვერაფერი. უღრმესი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე იყო ჩვენი გაცემის სტუმარი.